გამარჯობები ყველას, მოგესალმებით. მე ვარ გიორგი და ეს არის არხი იდეა პორტალი. ამ ვიდეოში რაზეც ვილაპარაკებ, უფრო ეხება IT სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, კერძოდ კი უფრო developer teams, development-ის teams. მართალია დღეს შეიცვალა სიტუაცია, მაგრამ იმ გაგებით რომ ძალიან პოპულარულია დისტანციურად მუშაობა, ხო, ცოტა სხვანაირად არის სიტუაცია ამ მხრივ. მაგრამ თვითონ ეს რაზეც მინდა ვისაუბრო, ნაფიქრია იმ დროს, როდესაც ეს დისტანციური მუშაობა დიდად არ იყო ესე აქტიური, იშვიათად ხდებოდა მოპოვება უნდოდა პრინციპში. მე მაგალითად პირადად ყოველთვის ჰქონდა სურვილი ამ სტილით მუშაობის, მაგრამ არც ესეთი მარტივი მისაღწევი იყო ეს. ძირითადად ორიენტაცია აღებული იყო team-ზე და იმაზე, რომ უნდა განხორციელებულიყო ეგრეთ წოდებული team building-ი, ანუ კომუნიკაცია. მენეჯმენტში გასაგებია, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ კომუნიკაციას, ვერბალურ კომუნიკაციას და ემოციურ კომუნიკაციას და ეს ამიტომ ეს მნიშვნელოვანი იყო და ამას ყურადღებას აქცევდნენ ხოლმე. საუბარია დაახლოებით 5 წლის წინანდელი და მეტი პერიოდამდე, სანამ ეს კორონის თემა გაჩნდებოდა და force majeure დისტანციური მუშაობა გახდებოდა პოპულარული რა. ეს უკავშირდება კიდევ იმას, რომ ამ საკითხებზე მე მუშაობდი თეორიულადაც, მაქვს გარკვეული შრომები ამასთან დაკავშირებით, ისე ვთქვათ, საშუალო დონის თეორიული შრომები და აი მაგ დროს ჩამომიყალიბდა გარკვეული კონცეფცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს developer team-ი, development-ის team-ი, იმისაც რომ იყოს ეფექტური. ის რასაც ახლა აქ მოვყვები, მთლიანად დაფუძნებულია ჩემს პირად გამოცდილებაზე, როგორც პროგრამისტის, რას ხედავდი პროცესის დროს დადებით კონტექსტში, რას უარყოფით კონტექსტში, რა იყო, თქვათ, სტიმულის მომცემი მუშაობის დროს, რა პირიქით, რა იყო ხელშემწყობი, რა მაკლდა, თქვათ, იმ მომენტში და რა არ მჭირდებოდა იმ მომენტში. რა თქმა უნდა, ბევრი რამე ინდივიდუალურია, მაგრამ ჩემის აზრით იმდენად მოქნილი სისტემაა ეს, რასაც ახლა მე ვილაპარაკებ, რომ მასში მონაწილე რაც შეიძლება მეტი მენტალური და ხასიათის მქონე ადამიანისთვის წესით პროდუქტიული უნდა იყოს. საკითხი ეხება development team-ის დაპროექტებას. რითი უნდა შედგებოდეს development team-ი. ეს ითვალისწინებს იმ პერიოდს, როდესაც ახლად შემოდიოდა ჩვენთან ეს development-ის ჯგუფების განვითარება, ახალი შემოსული იყო, დაკომპლექტება და განვითარება. პოპულარული იყო ეს მენეჯმენტის და coach-ის კონსულტაციები იმისაც, რომ ამ teams მოეცა ყოფილიყო პროდუქტიული და მოეცა კარგი შედეგი. სხვათაშორის ის პერიოდია, როცა მაგალითად არ იყო ესე პოპულარული ეგრეთ წოდებული ხარისხის მაკონტროლებელთა დისციპლინა, ეგრეთ წოდებული ტესტერების კადრები ეს პრინციპში არ წავდათ არსად და მე პირადად ეს ტერმინიც არ ვიცოდი, ტესტერი, არც გამეგო, უბრალოდ ყველანი ვინც ახლა ამ საქმეში პროფესიონალურად ვიყავით და გვაინტერესებდა ამ პროცესის განვითარება, ხვდებოდით რომ რაღაც კადრი იყო საჭირო იმისათვის, რომ პროგრამები გაეტესტათ, ხო? კიდევ ერთი მომენტი, რაც მინდა წინასწარ ვთქვა, რომ ეს ეხება კონკრეტული ტიპის პროგრამისტებს. პროგრამისტებს, რომლებიც ერთ დროს იყო 90-იანებში გაჩნდა ესეთი ტერმინი, ვიხმარ რუსულ ტერმინს, იმიტომ პოპულარული იყო სამაუჭკები. ანუ თვითონ რომ თვით სწავლებლები რა. იქ იყო ესეთი თემა, რომ გაჩნდა წრეები, სადაც შეგეძლოთ მისულიყავი ფული გადაგეხადა და გესწავლა პროგრამირება, მაგრამ ეგრეთ წოდებული სამაუჭკები, ბოდიში ვიხდით ბარბარიზმისთვის, არც თუ ისე სასურველი პიროვნებები იყვნენ ამ ხალხისთვის, ხო, გასაგებია ბიზნეს თავისი ინტერესები აქვს. მაგრამ ეს ხალხი, ვინც თვითონ სწავლობდა პროგრამირებას, პირველ რიგში, იმიტომ რომ მათ ეს აინტერესებდათ. ეს საქმე იყო მათი ინტერესის სფერო. ანუ ეხება იმ კატეგორია პროგრამისტებს, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ამ საქმით და გარდა იმისა, რომ იცოდნენ, რომ პერსპექტიული საქმე იყო და ჯერ მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეს ბაზარი გაჯერებული ამ სამუშაო ადგილებით, ასევე აინტერესებდა თავისით რაღაცეების შექმნა სურდათ. ამ კატეგორიის პროგრამისტებს ყოველთვის რაღაც ეტაპიდან უჩნდებათ სურვილი, რომ თავისი პროექტები გააკეთონ, თავისი კომპანიები შექმნან, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ვინცაც ესმის ეს და
გამოუვლია ეს ყველაფერი მიხდება ალბათ რაზეც მაქვს საუბარი. აი სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ეს ვიდეო მიუძღვნა თემას თუ როგორ შეიძლება ეფექტურად დაკომპლექტდეს development team-ი და მოდი დავიწყოთ პირველი მნიშვნელოვანი რაღაც არსებითი და ხერხემალი და ის ბოძი რაზეც იდგება ეს კონცეფცია არის ის რომ ყოველ პროგრამის developers ყავს კიდევ ორი პიროვნება იმაგრებული ერთს პირობითად დავარქვი ბიზნეს ანალიტიკოსი მაშინ ეს ტერმინი უკვე არსებობდა და მეორეს დავარქვი ასისტენტი ეს მეორე ასისტენტი არის იგივე ტესტერი დღევანდელი საქმე იმაშია რომ ტესტერი ტერმინი მაშინ არ იყო ცნობილი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და არც სადაც მიმუშავია იქ არ იყო ესეთი გავრცელებული სახით შეიძლება იყვნენ პიროვნებები რომელიც ამას აკეთებდნენ მაგრამ ძალიან მცირე ხნით და დროებითი სამუშაო იყო ეს მათთვის და ჩემთვის კიდე ტესტერი საერთოდ ძაბვის საზომი ხელსაწყო იყო ამიტომ ეს ტერმინს ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი რომ ადამიანის რომელსაც ამხელა პასუხისმგებლობა აკისრია რომ უნდა გატესტოს საბოლოო პროდუქტი ეს ტესტერი დამერქვია. ანუ ეხლა მე რაღაც მორალურ ან ესეთ ეთიკურ შეფასებებს არ ვაკეთებ არანაირს. კიდევ ვიმეორებ რომ მე გთავაზობთ ორიგინალ ვარიანტს იდეისას. რაღაც მიზეზების გამო მე ამ იდეის გატესტვის საშუალება უბრალოდ არ მომეცა არც დრო და არც სხვა პირობების გამო. მაგრამ გთავაზობთ ორიგინალ ვარიანტს იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტად გასაგები და ბუნებრივი იყოს. ესე იგი development team-ი შედგება კომპონენტებისაგან თითოეულ კომპონენტში არის ერთი დეველოპერი, ერთი ასისტენტი და ერთი ბიზნეს ანალიტიკოსი. ბიზნეს ანალიტიკოსის დავალება არის ის რომ პირდაპირ კონდეს კომუნიკაცია დამკვეთთან. ეს development team-ი არ აქვს მნიშვნელობა ბანკის development-ი იქნება ან დამოუკიდებელი კომპანია იქნება ან რაღაც დიდი ქარხნის development team-ი თუ რა არ აქვს მნიშვნელობა ბიზნეს ანალიტიკოსი ემუშავება იმათ ვინც იძლევა შეკვეთა დავალებებს ტასკებს და ასე შემდეგ ანუ ნახეთ როგორი რაღაცა თავიდან სუპირველად ისტორიულად იყვნენ მხოლოდ პროგრამისტები ხო იყო რაღაც ციფრული მოწყობილობა და ისინი წერდნენ პროგრამებს შემდეგ გაიზარდა პროგრამული პროდუქტის ზომა, გახდა უფრო მოთხოვნადი და ეს პროგრამისტის ფუნქცია ნელ-ნელა დაიყო, ხო? ერთი იმათ რომ კომუნიკაცია ქონოდა დამკვეთთან, მეორე იმ ნაწილად რომ გაეტესტა საკუთარივე პროგრამა. ხო, თავიდან ერთი კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს და მისგან ამოცანები გამოვიდა და გახდა გაფართოვდა და განშტოვდა, ხო? დავალება რაც მან უნდა შეასრულოს, განშტოვდა. ზუსტად აი ეს ამასთან გვაქვს საქმე, აი სწორად რაზეც მე ხალ ლაპარაკობ. თითოეული ეს სამი პიროვნება არის თანაკვეთაში, მაგრამ აქვს თავიანთი სპეციალიზაცია. ერთი სპეციალიზაცია კონკრეტულად პროგრამირება, მეორესი კომუნიკაცია, ტასკების, ასე ვთქვათ, ლოგისტიკას ვინც აკეთებს და მესამესი გატესტო ამ პროგრამის, ხო? თავიდან ყველა აკეთებდა, ყველა ამ საქმეს აკეთებდა ერთი კაცი. მეორე, ეგრეთ წოდებული ასისტენტი აკეთებს პროგრამის გატესტვას. ანუ ეს ჯგუფი, თიმი მთლიანად უნდა შედგებოდეს ამ სამეულებისგან. ცალკე დეველოპერს აზრი არ აქვს. ერთი დეველოპერი თუ იქნება, მას უნდა ყავდეს ორი პიროვნება კიდევ. ფუნქცია გასაგებია ძირითადად, ხო? ეხლა აქ მთავარია რა არის საიდუმლო ამ მექანიზმის რომელიც რაზეც პრინციპში დგას ეს მექანიზმი როგორც ეფექტური სისტემა. ისინი უნდა იყვნენ ფიზიკურად ერთად. აი წარმოიდგინეთ სამუშაო მაგი და სამათ არის გაყოფილი ესე წრიული და სხედან ერთ ხარეს და მესამე ხარეს სამივე პიროვნება, ხო? დეველოპერი, ბიზნეს ანალიტიკოსი და ასისტენტი. მათ უნდა კონდეთ ვერბალური კომუნიკაცია. ერთმანეთთან. დიდი მნიშვნელობა ხა ხვდებით ხა ვინც მენეჯმენტში ერკვევით, ხვდებით ხო რატომ აქვს ამას მნიშვნელობა. აი მაგალითად, სულ თავიდან რომ დავიწყოთ. მაგალითად, როდესაც ბიზნეს ანალიტიკოსი იღებს ახალ შეკვეთას, იღებს ტელეფონს და საუბრობს, ხო? ელაპარაკება კლიენტს, ხო? დამკვეთს ვინც იქნება ეს ბიზნესის დეპარტამენტს ვიღაცას არ აქვს მნიშვნელობა. საუბრის პროცესში ისმენენ ამას ორივე, ასისტენტიც, ანუ ტესტერიც და დეველოპერიც, ხო? ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ეს ხო ავტომატურად ხო ხდება, კითხვები იქ რას უსვავს, რას პასუხობს და ასე შემდეგ. ამით ხდება მთელ თიმში მომზადება ამოცანაზე მუშაობის. ანუ გონებაში ჩდება პასიურ მეხსიერებაში და ასე შემდეგ. ხო, გასაგებია ეს მექანიზმი, რომ ამოცანა, ესე ვთქვათ, დორეთ შემოდის ამ კონსტრუქციაში, რასაც ქვია ეს სამეული. იგივე ვთქვათ, უკვე მაგალითად პროგრამისტმა დაიწყო მუშაობა
და ამ პროცესში რაღაც კითხვები უჩნდება, ხო, რა როგორ უნდა გაკეთდეს. კომუნიკაცია პროგრამისტსა და ასისტენტს შორის. ვერბალური კომუნიკაცია, ამას ისმენს ტესტერი, ხო? მაშინაც მომზადება ხდება იმ პრობლემებისა, რაც შეიძლება მომავალში წარმოიქმნას და რაც იქნება მომავალში გასატესტი, ხო? ამასაც მნიშვნელობა აქვს. იგივე, თქვათ, კომუნიკაცია ასისტენტსა და ბიზნეს ანალიტიკოს შორის, ხო? თქვათ, რა დავალება იყო, რა არის გასატესტი, ამას ისმენს პროგრამისტი. ანუ ხო ხვდებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვერბალურ კომუნიკაციას. ეხლა რა თქმა უნდა, იტყვით რომ ხო, ამას აქვს კიდევ მესამე ბოძი, რომელზეც დგას, მაგრამ ამას ამ ვიდეოში არ ვიტყვი, მოდი ინტრიგის სახით დავტოვოთ, საჭირო დროს და საჭირო იმისაც რომ ეს სისტემა იყოს ეფექტური რა. ეს უკვე მე მგონი საკმარისია რომ მიხვდეთ რაზეა საუბარი, მაგრამ კიდე არის ერთი საინტერესო ნიუანსი, მაგრამ ეს იყოს მოდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ხო, ანუ მთავარი აქ რა არის ახლა რომ კითხვა გაჩნდება რომ ხო კი, მაგრამ დღეს სხვანაირად არის სიტუაცია, ხო, დისტანციურ მუშაობაზეა გადასული. ეს არ არის პრობლემა. ვიცით რომ სიჩქარეები საკმაოდ განვითარებულია ინტერნეტის, ვიცით რომ შეიძლება იყოს live stream-ები მთელი დღის მთელი 8 საათის განმავლობაში და ჩვეულებრივ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ ერთ-ერთ მონიტორზე, სამუშაო მონიტორზე გახსენილი იყოს ფანჯარა, სადაც ჩანს დანარჩენი 2 და ესმით ერთმანეთის ხმა. ამიტომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ანუ მუდმივ კომუნიკაციაში არიან ისინი. თუმცა, რაც ვილაპარაკე, გასაგებია რომ საინტერესო მექანიზმია, ჯერ მე არსად არ მინახია ეს არც გამიგია, საკმაოდ ბევრ კომპანიაში მუშაობდი, არ მინახია არსად რამე მსგავსი იყოს, მსგავსი მექანიზმი იყოს. გასაგებია ნიუანსებია, რომ თქვათ, თუ ერთი პროგრამისტია საჭირო იქნებ, მე არ მჭირდება იმ დანარჩენი 2 საყვანა და ის ერთი პროგრამისტი გააკეთებს იმ საქმეს. ანუ ეს გამორიცხულია. ეს არის ერთი მთლიანი სისტემა. ანუ ან არის ერთი პროგრამისტი თავისი 2 პიროვნებით, ან დამხმარეებით, თქვათ, ასისტენტი და ბიზნეს ანალიტიკოსი, რაც ინაწილებენ ამოცანებს, ან ნუ არ არის ეს ჯგუფი, ეს კლასტერი არ არის, საერთოდ არ არსებობს. ან ამ კლასტერებისგან უნდა შედგებოდეს ჯგუფი, ან ცალკე თითო არ უნდა იყოს რა. ამაზეა საუბარი. ხო, პრინციპში სულ ეს იყო ამასთან დაკავშირებით. რა ვიცი, ვისაც გააქვთ კომპანია და ჯერ კიდევ არის ასეთი თუ არსებობს ასეთი კომპანიები და ამის საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ გატესტოთ. ბევრი აქ არის კიდე ნიუანსები, რომ თქვათ, იქ შეიძლება მაგალითად ვიღაცისთვის ეს მოუხერხებელია და ამავდროულად ეს ამას არ აქვს მნიშვნელობა. პირიქით ამ სამეულმა, იქ შეიძლება თუ არსებობს გააქვთ ფსიქოლოგიური ტესტები და ამის ინტერესი გაქვთ და თქვენ შეგიძლიათ და განავითაროთ ეს, რომ მე თქვათ არის ხო 5 წვილია მაგალითად ამასთან დაკავშირებით. ანუ 5 ჯერს ან 15 კაცი, სადაც გადანაწილებულია დეველოპერი, ასისტენტი და ბიზნეს ანალიტიკოსი და თქვენ იქ ფსიქოლოგიურად შეუსაბამოთ ყველა რომ როგორ ვისთან ურჩევნია უკეთესად მუშაობა, ვისთან უფრო გამოსდის კომუნიკაცია. თუმცა რაღაცა დროის შემდეგ ეს თავისით მოხდება, ხო? ანუ დაალაგდება სიტუაცია და კომუნიკაციაც შედგება რა, რაც არ უნდა, თქვათ, იქ სხვა ტიპაჟის პიროვნებები იყვნენ, რამდენადაც არ უნდა ეს აწყობდეთ, ან არ აწყობდეთ, მოსწონდეთ, ან არ მოსწონდეთ. რაღაცნაირი ადაპტაცია და შეგუება ამასთან მოხდება. არ ამგონია რომ ეხლა თქვათ ერთ ადამიანს ორთან გაუჭირდეს კომუნიკაცია ისე რომ სამსახურზე შეექმნას პრობლემა. ეს თქვენი განსაცვეთია, თქვენი შესარჩევია. კარგი იქნება თუ ამ მსგავს ექსპერიმენტს ჩაატარებთ და რა ვიცი, მეც გამაგებინებთ შედეგების შესახებ. დიდად მადლობელი დაგრჩებით და ამის შესახებ აღნიშნავთ თუ თქვენი სურვილი იქნება. გმადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.